34 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა. არის თუ არა ქვეყანა დღეს სუვერენული? რა მიზნით შეიქმნა პარლამენტში საგამოძიებო კომისია? რატომ აპირებს ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობისა და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვას? თემებზე სტუმართან ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხათუნა არველაძესთან ერთად ვსაუბრობთ. ჩვენი გადაცემის სტუმარი გილოცავთ დღევანდელ დღეს. საღამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები ჩვენს მაყურებლებს. ნამდვილად ყველას მიულოცავ დღევანდელ დღეს და პირველ რიგში მინდა მიულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ბრძოლისთვის დღეს აპატიმროში ციხეში არიან. უდანაშაულოდ სიტყვის თავისუფლებისთვის, აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის. ასევე მინდა მიულოცო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც თანამედროვე დამოუკიდებელი ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფო შექმნის გამო ისჯება და პუტინის პირადი მტყვი არის საპატიმროში და ასევე მინდა მიულოცო მზია ამაღლობელს და ყველა ჟურნალისტს თქვენთან ერთად, რადგან თქვენ ხართ ნამდვილად იმ ადგილზე, სადაც დღეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და საქართველოს ერთიანობას იცავს ქართველი ხალხი. მადლობა თქვენ ამისთვის. მადლობა თქვენ, რომ მოგვილოცეთ. მე მაინტერესებს 34 წლის მერე რა სურათი გვაქვს და როგორ შეაფასებთ თქვენ არსებულ ვითარებას? ამ წუთას საქართველო არის თუ არა დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა? დღევანდელი დღე ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე არის ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს 34 დღე სამწუხაროდ გვიწევს ისევ ბრძოლა თავისუფლებისთვის, ქვეყნის დემოკრატიისთვის და სწორედ იმის წინააღმდეგ, რასაც ერთხელ უთხარით უარი ქართველმა ერმა, ქართველმა ხალხმა, ეს არის რუსული იმპერიალიზმი და ჩექმა საქართველოში. სამწუხაროდ დღეს არის ეგზისტენციალური საშიშროება იმისა, რომ შეიძლება სულ მალე ჩვენ დავკარგოთ როგორც დამოუკიდებლობა, ასევე თავისუფლება ჩვენი ქვეყნისა და ამას სათავეში უდგას ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული რუსული ოცნება, რომელიც პირდაპირ მიზანმიმართულად 13 წლის თავზე უკვე საბოლოოდ ასრულებს თავის მისიას და დავალებას, რომელიც პირდაპირ მოდის პუტინის იმპერიალისტური ზრახვებიდან. კი, მაგრამ აი ქართველი ხალხი თუ დათმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ უკვე 124 დღეა ქუჩაში დგანან, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ დღეს საქართველოს 8 ქალაქში თუ არ ვცდები, ძალიან ძლიერი საპროტესტო აქციები გაიმართა დღევანდელ დღესთან დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, რამდენად დათმობს ქართველი და ქართველი ხალხი დამოუკიდებლობას, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართველი ხალხი არასოდეს არ დათმობს საქართველოს დამოუკიდებლობას და დემოკრატიულ პრინციპებს საქართველოში, რადგან ჩვენი ბრძოლა, რომელიც საუკუნის წინ მოდის დღემდე და ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ დავიბრუნებთ ჩვენ ქვეყანას, არ დავაბრუნებთ ჩვენ ქვეყანას პროგრესულ რელსებზე და არ დავაბრუნებთ იმ ადგილზე, სადაც რისთვისაც იბრძოდა ჩვენი წინაპრები. სამწუხარო ფაქტია ის, რომ დღეს ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმისათვის, რაც ჯერ კიდევ 34 წლის წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ასე რომ ვთქვათ, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვიყავით საშიშროების წინაშე, რომ ბევრი მსურველი იყო, რომ ქვეყანა ჩაეყლაპა და ერთ-ერთი და ყველაზე დიდი, ასე რომ ვთქვათ, სურველი ამისი და მტერი საქართველოსი ამ წუთში და ოკუპანტი ჩვენი ქვეყნისა არის იმპერიალისტური რუსეთი, რომელიც დღეს უკვე ცდილობს საბოლოოდ დაასრულოს ეს ფაქტი და საბოლოოდ ხელში ჩაიგდოს ჩვენი ქვეყანა. თქვენ სამწუხაროდ ხა გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს თურმე მიწვეული არის საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი
იმ დიდ პუტინისთვის უაღრესად მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. თუმცა დღეს მისი PR სამსახური ავრცელებდა განცხადებას, რომ ეს არის კი ბატონო დეზინფორმაცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს წინ დრო და ვნახავთ ეს რამდენად არის დეზინფორმაცია. სად იქნება ჩვენი პრეზიდენტი და მოხარული ვიქნები, რომ ეს იყოს არასწორი და მე არ ვიხილო, ეს არის ჩემი სურვილი და დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველის სურვილია დღეს საქართველოსთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის მებრძოლი ქართველისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერი წარმომადგენელი არ ვიხილოთ პუტინის გვერდით, რომელმაც უნდა ჩაიბაროს რუსული ოკუპანტი ჯარის აღლუმი. ეს არის ჩვენი სურვილი და მე იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია არ მოვა სისრულეში და განხორციელდება. აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ საგამოძიებო კომისიის შესახებ, რომელიც ჩვენს პარლამენტში შეიქმნა და მე მაინტერესებს ხათუნა თქვენ როგორ აფასებთ ამ კომისიის მუშაობას. სამწუხარო ფაქტია ესეც, რა თქმა უნდა, ესეც ერთ-ერთი დავალება არის იმპერიალისტური რუსეთის და პუტინის. რა მიზანი აქვს ამ კომისიას? ეს არის უბრალოდ ისტორიის გადაწერა, ჩვენ ეს რევიზირება ხდება ფაქტიურად ჰააგას და ჰააგას გადაწყვეტილების და სტრასბურგის გადაწყვეტილების ამ კომისიით. ეს არის რაღაც მასკარადი, რომელიც გამართეს ჩვენი გმირი ქართველების წინააღმდეგ და ერთადერთი მიზანი ის არის, რომ რაც ეს ყველანაირად ეცადონ, რომ რუსეთმა მოიშოროს ის დაღი, რომელიც მას აქვს დასმული როგორც ოკუპანტს, რომ თითქოს მას არ დაუწყია და არ შემოჭრილა ჩვენს ტერიტორიებზე, მაგრამ ეს არის აბსურდი, ეს არის დამტკიცებული, ეს არის გამოძიებული და უკვე გადაწყვეტილება მიღებული ჰააგის მიერ და გადაწყვეტილება მიღებულია სტრასბურგის მიერ, ესე რომ რაცა უნდა ეცადონ, გამორიცხულია რომ ამას მიაღწიონ, თუმცა დღეს ჩვენ ვართ მოწმენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ შეთითქმული უსამართლო კანონების, რომელიც ყოველ წუთში მიმდინარეობს ცვლილებები ამა თუ იმ. მაგით მინდოდა მეკითხა და თქვენ დამასწარით, საინტერესოა რა კომენტარს გააკეთებთ მოღალატის და სამშობლოს ღალატის მუხლის დაკანონებაზე. დიახ, თქვენი ცით პროექტის სახით არის უკვე შესული და არ გაუჭირდებათ ამის მიღება და დაკანონება, ისევე როგორც არ გაუჭირდათ ბევრი სხვა კანონების მიღება და დაკანონება. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ უსამართლო სასამართლოს, უსამართლო კანონების. რა თქმა უნდა, ისინი ყველანაირად ეცდებიან სისრულეში მოიყვანონ თავიანთი ზრახვები, არა მარტო ნაციონალური მოძრაობის, არამედ ყველა იმ ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომლებიც დღეს ასე თუ ისე არიან ქვეყნის სამსახურში. უპირებენ ნაციონალურ მოძრაობას და დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს და როგორც თავად ქართული ოცნება აცხადებს, საგამოძიებო კომისიის მუშაობამ თურმე საკმაოდ საფუძვლიანი მასალები გამოამჟღავნა იმისთვის, რომ აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და შემდგომში უკვე დანარჩენი ოპოზიციური პარტიების და თუ ეს ასე მოხდება, ქართული ოცნება თუ ამ ნაბიჯს გადადგამს და ამ კანონს მიიღებს და გაუქმებს ოპოზიციურ პარტიებს, რა იქნება ხვალ? მე იმედი მაქვს, რომ გონიერება ეყოფათ და ბოლომდე არ მიიყვანენ ამას სისრულეში, მაგრამ მათ მიერ განხორციელებული ქმედებებისგან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვხედავთ და რაც აქამდე უკეთებიათ, მე არ გამოურიცხავ ეს რომ გააკეთონ. ისინი მიიღებენ უბრალოდ ერთპარტიულ არჩევნებს აზრი დაეკარგება. რა თქმა უნდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისედაც არ აპირებდა ამ მოცემულობაში მიიღო მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა მე კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ამის დაკანონება და აკრძალვა იქნება საბოლოო დასამარება დემოკრატიული პრინციპებისა და დემოკრატიისა ქვეყანაში, საქართველოში და უკვე დამკვიდრება საბოლოოდ ავტორიტარიზმისა და დიქტატურისა. ეს არის წინამორბედი ამ ყველაფრისა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენი ხალხი, რაცა უნდა აკრძალონ პოლიტიკური პარტიები
პარტიები, რომლებიც ემსახურებიან დღეს ხალხს და მათ ხმას ესე რომ ვთქვათ, აშღერებენ საზოგადოებაში და ნებისმიერ საკანონმდებლო ორგანოებში ისინი თუ აღარ იქნებიან, შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ ამას არ შეეგუება ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი იქნება ერთ-ერთი წინააღმდეგი აკრძალონ დემოკრატიული პრინციპები ქვეყანაში. რა თქმა უნდა, სისრულეში ამის მოყვანა მათ მიერ ვერ იქნება და არ იქნება. რატომაც არ იქნება? იქნება, იმიტომ რომ დღეს დაანონსდა, რომ ქართული ოცნება აპირებს კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოვებს მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილებებს. დიახ, კიდევ გამეორდები, რომ ისინი ნამდვილად ირგებენ პიჯაკებივით ამ კანონებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ შეეგუება და ჩვენ მაქსიმალურად ვდგევართ ხალხის გვერდით, ხალხთან ერთად შევეცდებით ყველანაირად წინააღმდეგეთ ამ დიდ კედელს და საბოლოოდ გაიმარჯვოს ჩვენს ქვეყანაში სიმართლემ, სამართალმა და ჩვენი ქვეყანა შედგეს როგორც ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფო რეგიონში. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს, ქართული ოცნება მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს ქმნის და როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტურად იმუშავებს და რამდენად გააკონტროლებს ქართული ოცნების მიერვე შექმნილი, ასე ვთქვათ, ეფექტურობის დეპარტამენტი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს? ჩვენ დავიწყოთ იქედან, რომ არის თუ არა ზოგადად ეს მთავრობა ლეგიტიმური. იმ ფონზე, როცა არათუ მთავრობა, არამედ პარლამენტი და ის თუნდაც პრეზიდენტი დღეს ლეგიტიმური არ არის, შესაბამისად შეუძლეს სწორედ ეს არის დიქტატურის საბოლოო დამყარება. ჩვენ მე და თქვენ თან უნდა მოგვიწია ასე თუ ისე რაღაც პერიოდი კომუნიზმისტურ წყობილებაში გვეცხოვრა და ალბათ მოვესწარით და აი ზუსტად როდესაც ამ ყველაფერს ვისმენ, მახსენდება ის კუდი სწორედ, რომელიც ახლა მოიქნიეს ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ და რუსულმა ოცნებამ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგწანდით. მნიშვნელოვან დღეს იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ყველანი უსურვებთ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, განვითარებას, გაძლიერებას და კიდევ ერთხელ თავისუფლება ყველა იმ პატიმარს, რომელიც დღეს ამ დღეს ხდება ციხეში. ნამდვილად. მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ და გემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხათუნა არველაძე.